შუადღე მშვიდობის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოტა ძიმე გადაცემა გველოდება წინ, ძალიან პრობლემატური თემებით, მაინც ვეცადეთ, რომ ენერგიულად დაგვეწყო დღევანდელი დღეც და პოზიტიურა პრინციპში. თუმცა ეს ის თემა, რომელსაც არ შეიძლება გვერდი აუარო და არ მოხდოს ჩვენს ობიექტივში და ჩვენს გადაცემაში, ამაზეც ასეც ვუთხრა ჩვენს ტელემაყურებელს. დღეს ორშაბათია. ვიცი რომ შაბათ-კვირას ყველამ კარგად დაისვენეთ. კი, ჩაიარა თბილისობა. ვიცი რომ ბავშვი წყალდა დაიყავი. ნუკას ქონდა ძალიან საინტერესო შაბათ-კვირა, როგორც ვიცი, სადღაც იყო წასული. პირველი თოვლი ვიხილე უკვე ალგეთზე ვიყავი 2 დღით წასული და კვირადილით, როდესაც გავიღვიძე, იყო ძალიან ბევრი თოვლი ჩემს გარშემო, ანუ ოქტომბრის ბოლოს რომელიმეს გინახავთ თოვლი? დადებული თოვლი არა, მაგრამ გუშინ თბილისშიც თოვდა, ძალიან. ხო, არა, მე დადებული თოვლი ვნახე. ძალიან მაგარი შაბათ-კვირა მქონდა მოკლედ. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მეცადერის კენტი მქონდა. არ დავაკონკრეტე, კლუბიდან კლუბში. საკუთარ თავისი თავი იპოვა მე მგონი. მე და ქეთი ერთად გავერთეთ. მე იმედი მაქვს, რომ ამ შაბათ-კვირას გალამაზებაში კვლავ ფრანკ პროვო დაგეხმარათ, გოგოებო, მე არ მჭირდებოდა დღეში გალამაზება. ჩვენი ერთგული პარტნიორი, რომელსაც აქვს 40 წლიანი გამოცდილება ფრანგული სილამაზის სალონების ქსელი ფრანკ პროვო და 2006 წლიდან საქართველოში ქართული ფილიალი შეემატა. მოდით ახლა ვნახოთ ანონსი, ნახოთ ჩვენ მამაყურებელმა რა თემებს შევთავაზებს დღეს და ანონსის შემდეგ დაგებრუნდებით დაგველოდებით. ქალთა მიმართ ძალადობა, უნივერსალური პრობლემა, გამოწვევა განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. როგორია ამ თემის ქართული კონტექსტი და როგორ აღვიქვამთ ქალის როლს დღეს? საზოგადოებრივი გამოკითხვა და ექსპერტების სტუდიაში. ვის ჰქვია მოძალადე და ვის არა? ძალადობის რამდენი ფორმა არსებობს ოჯახურ ურთიერთობაში და რა დროს უნდა ავტეხოთ განგაში? როგორ და რატომ ირგებს ქალი ზოგჯერ მსხვერპლის როლს? კითხვები ფსიქოლოგს. როგორი ბრძოლა უწევთ ზოგჯერ ქალებს საკუთარი ოჯახის გადასარჩენად? ყოველდღიური სირთულეებისა და უკიდურესი სიღარიბის წინაშე დარჩენილი დედების სტუდიაში და ფონდი, რომელიც სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ოჯახებს ეხმარება. ისინი ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მთავარი ფასეულობაა. შეხვდით გმირებს ამაღელვებელი ისტორიებით და მოусმინეთ მათ დრამატულ ამბებს, რომელთაც კეთილი დასასრული აქვთ. მუსიკალური პროტესტი ომს და ტერორიზმს. ჯგუფი, რომელიც საკუთარი სიმღერით ავღანეთის მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს ამხნევებს. ნახეთ, რა მუხტი ამოძრავებს ელდრაინის მუსიკას და მოусმინეთ მათ სიმღერას ცოცხალი შესრულებით. საკმაოდ დატვირთული ეთერი კი და საინტერესო და ესეთი მნიშვნელოვანი სერიოზულიც კი სხვათა შორის მართალი ხარ გიორგი გეთანხმები ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ მედიას ტელეგადაცემებს რომ ნაკლებ დროს უთმობს არასაკმარის დროს უთმობს სწორედ ისეთ თემებს როგორც არის ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა და ასე შემდეგ. მე სიამაყეთ მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ წინა სეზონზეც არაერთხელ დაგვეთმია ჩვენი გადაცემის ეთერი ამ თემისთვის და ახლაც განვაგრძობთ რა თქმა უნდა ამ ტენდენციას. მე აქვე დავამატებდი ჩემი დაკვირვებით რა თქმა უნდა რომ თუ ხდება ამ თემისთვის დროის დათმობა უმეტეს შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველა შემთხვევას არ გულისხმობ ხდება რაღაცა ისტერიული ფორმით პოლიტიკურად ანგაჟირებული შოუები იდგმება და თავარ პრობლემაზე და პრობლემის გადაჭრაზე ძირითადად არ ხდება ხოლმე ლაპარაკი რაღაცა ქაოსს ემსგავსება მსგავს თემებზე მიწვილი ეთერებს თუმცა ვთვლი რომ საჭიროა ბევრი გადაცემა მომზადდეს სწორედ ამ თემაზე. და ძალიან საგანგაშო არის ის ფაქტიც რომ საინფორმაციო გამოშვებებს ჩვენს ქვეყანაში ძირითადად თავარ ამბებში ყოველთვის ახლავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ამსახველი სხვადასხვა ახალი ამბები და ძალიან ცუდი არის ეს. სამწუხაროდ სწორედ პირველი ნიუსი არის ხოლმე ასე ვთქვათ საინფორმაციო გამოშვებებში. მოდი ახლა ვეცადოთ ჩვენი ეთერის საშუალებით მაყურებელმა მიიღოს ძალიან სწორი და საჭირო ინფორმაცია და ვეცადოთ რომ მსგავსი ტიპის გადაცემებს არ დავემსგავსოთ შევეშვათ სხვა მედია საშუალებების კრიტიკას. ჯობია და შემოვიყვანოთ ახლა ჩვენი სტუმარი ანა აბაშიძე რომელიც დაგვეხმარება რომ სწორად წარმართოთ ჩვენი გადაცემა. გამარჯობა ანა, მოგწადინ. გამარჯობა ანა აბაშიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი. საკოსთან. ანა ჩვენი ხშირი სტუმარია და ძალიან საინტერესო და კარგი რესპონდენტი ასე ვთქვათ. ანა, ყველაზე ხშირად რაც მესმის ამ ბოლო დროს არის ის რომ ეს მე არ მეხება და ოჯახის საქმეა. ეს არის ძალიან პირადული და ამაში ჩარევა არ შეიძლება. სწორი დამოკიდებულებაა ეს. ცხადია არა.
სამწუხაროდ ბოლო დროს რო გვესმოდეს, ვიტყოდით, რომ რაღაცა კონკრეტულზეა დამოკიდებული და ეს ადვილად შეიცვლება, მაგრამ ეს თემა მუდმივად იყო აი ასეთი სტიგმის ქვეშ, რომ ოჯახში ძალადობა, ოჯახის წევრებს შორის გარკვეული კონფლიქტი და აქ არ არის გაუგებრობაზე ლაპარაკი, გესმის, ხო? აქ არის ძალადობაზე საუბარი, რომელიც უკვე როგორც წესი სისტემატიურია, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ ხდება დღეს და არ ჩერდება ხვალ. პირიქით, უფრო და უფრო იზრდება. და ეს არის სტიგმა, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, თუნდაც მეზობელ ოთახში მეზობელთან ადამიანს კლავდნენ, ჩვენ ჩუმად ვართ. ეს არის დუმილის კომფორტი. აქამდე მოვედით და ესე ვიყავით, მაგრამ და არა მარტო საქართველოს, ყველა ქვეყანა, სადაც ეს პრობლემატურია და არა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, არამედ არის კონკრეტული საზოგადოებები, სადაც უფრო მეტად არის ეს პრობლემა. და იმ საზოგადოებას ჩვენ გავართ, როგორც არის მაგალითად, აზიური ქვეყნები ძირითადად. და როდესაც ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს უკვე ჩვენი პრობლემაა და არა მხოლოდ მსხვერპლის, ან იმ ოჯახის სხვა წევრების, მაშინ უფრო ეფექტური გახდა სახელმწიფოს ქმედებები. ანა, იცი რა არის საინტერესო? აი ამ თემის ქართული კონტექსტი. დღეს ჩვენ როგორ აღვიქვამთ ქალის როლს საზოგადოებაში? აქედან იწყება პრობლემა რეალურად? პრობლემა იწყება გენდერული უთანასწორობიდან, კი ბატონო. ასეც იტყვიან ხოლმე და სამწუხაროდ ვეთანხმები. საქართველოში ქალის მიმართ დისკრიმინაცია და რაღაც დოზით ძალადობა იწყება მაშინ, როცა გეუბნებიან, რომ გაჩნდა გოგო. აი იმ მომენტიდან მერე გრძელდება ის საზოგადოებაში, სხვადასხვა ჯგუფებში, სკოლა, ქუჩა, სამეგობრო და ეს გადადის, რა თქმა უნდა, შემდგომ ოჯახშიც, ხო? ხშირია, რომ ბიოლოგიური ოჯახი, ბიოლოგიური მშობლები ძალადობენ შვილებზე და ასე შემდეგ და არა მხოლოდ მეუღლე. აქ არის დომინანტური პატრიარქალური წყობილების ერთი წესი, რომ ქალი თუ ის განსხვავებულ აზრს ატარებს, უნდა დაივიწყოს ეს აზრი იმ შემთხვევაში, თუ ეს აზრი კონფლიქტში მოდის მამაკაცთან. ეს მამაკაცი შეიძლება იყოს მეუღლე, შეიძლება იყოს მამა, ძმა, პარტნიორი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ გენდერული თანასწორობა არის ყველაზე მთავარი მიზეზი ამის გამოწვევას. ამიტომ ვამბობთ, რომ ოჯახში ძალადობა ეს გენდერული ნიშნით ძალადობაა. არა სქესის ნიშნით, არამედ გენდერული ნიშნით. ქალი რომ ამ საზოგადოებაში არ არის თანასწორი, ანუ გენდერი რა არის, ხო? სოციალური ჩემი ყოფა საზოგადოებაში და ჩემი როლი, რომელიც ვიღაცამ განმისაზღვრა. ეს სქესის ნიშნით ძალადობა ნაკლებადაა, ვიდრე გენდერის ნიშნით ძალადობა. ამიტომ ამაზე არავინ აღარ დააობს, რომ ოჯახში ძალადობა ეს ქალების პრობლემაა და გენდერული ნიშნით წარმოებული დისკრიმინაციული ძალადობა, თუმცა საქართველოში გამათობენ სამწუხაროდ. მოდი ვნახოთ ქუჩის გამოკითხვა ამ თემაზე და დავბრუნდეთ ცოტა ხანი, ძალიან ბევრი კითხვა ამ თემის გარშემო. ვნახოთ ქუჩის გამოკითხვა. რამდენად ხშირად ხდებიან ქალები ძალადობის მსხვერპლი? ამ ბოლო პერიოდში უფრო ნათელი გახდა, რომ ამის მსხვერპლი ხშირად ხდებიან ქალები, მაგრამ როგორც ცნობილია, ადრეც იყო ესეთი შემთხვევები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში უფრო მოიმატა. ძალადობენ ის სუბიექტები, რომლებმაც ვერ მოახერხეს და ვერ მოახდინეს თავის თავში მამაკაცის განვითარება. ჩემი აზრით, საკმაოდ ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები. ქალის როლი შეიძლება უფლებები თანასწორია, გენდერული თანასწორობა უნდა დაიცვას ნებისმიერ სფეროში. უნდა იმუშაოს კიდევაც. ძალადობა ყოველთვის იყო არის და იქნება და ახლა თუ ვიღაცა ამბობს და სტატისტიკურად უფრო გამომშხავნებული არის, ეს შეიძლება არ იყოს გაზრდა. უბრალოდ გამომშხავნება არის, მეტი არაფერი. იმ ოჯახში, სადაც ოჯახის წევრები არიან ეკლესიურები და არიან ჩვენი უწმიდესის ლოცვა-კურთხევის ქვეშ და იზიარებენ მის ნათქვამს, რა თქმა უნდა ეს არ ხდება და არავის არ მოხდება. მართლმადიდებლური ეკლესია და მართლმადიდებლური სწავლება ყოველგვარ დაჩაგვრას, ყოველგვარ დაკნინებას ადამიანებისას კრძალავს. არავინ არ ვარ დაზღვეულები ძალადობისგან, არც ქალები, არც კაცები. მე რო ცოლი მყავდეს, იმას რაც უნდა მითხრას, არც დანით შევეხები და არც არაფრით. ეს არის უკვე ფსიქიური ავადმყოფები რა. და აღმოსავლური მენტალიტეტი გვაქვს და რაღაც კავკასიური და რაღაც ქალები ძალიან უუფლებო ტიპები გონია. რა არის ქალის ფუნქცია ოჯახში შენი აზრით? იგივე რაც მამაკაცის. საქართველოში რამდენად ხშირად ხდებიან ქალები ძალადობის მსხვერპლნი? ძალიან ხშირად ალბათ. ჩემი. და რის ციბრალია? გაუნათლებლობის და კიდევ იმის, რომ ქართველ მამაკაცებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ იყვნენ რეალიზებულნი და ამიტომ უგროვდებათ აგრესია და ამ აგრესიას გამოხატავენ შემდეგ ქალებზე. მიზეზებზე საუბრობდნენ ჩვენი რესპონდენტები და მოდით ეს თემა განვარცოთ. შეგვიძლია რაღაცა ჩვენი რეალობის და ამ პრობლემის მიზეზებზე ვისაუბროთ. ახსენა ერთმა რესპონდენტმა გაუნათლებლობა.
მამაკაცის არარეალიზება. პრინციპში მიზეზები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ წამყვანი და ყველაზე მთავარი, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის გენდერული სტერეოტიპები. ის რომ ადამიანს ჯერა, რომ ქალი არის მეორე ხარისხოვანი და კონფლიქტი მაშინ იწყება, როდესაც ის შენ გეწინააღმდეგება. სანამ გემორჩილება, სანამ მორჩილება არსებობს, ანუ იმ გაგებით, მონობის გაგებით მორჩილება, მანამ კონფლიქტი არ არსებობს, დამერწმუნეთ, მაგრამ არ არსებობს მუდმივი მორჩილება, ეს ადამიანის საწყისი არის თანასწორობის პრინციპი. ასე რომ რაღაც ეტაპზე იღებს ხმას, ეს მსხვერპლი, ახერხებს და იღებს, თუ გადარჩა და არ მოკვდა, ცხადია. და ეს პროტესტი ბუნებრივია და მოდის. და როცა მოდის, მაშინ აი აქიდან ძალადობის პასუხია. რაც შეეხება განათლებას, ნუ ეხლა განათლებაცაა და განათლებაც. ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ ის სისტემა, რაც ჩვენთან არსებობს, რამდენად ის არის, რაც უნდა იყოს თანამედროვეობაში, მაგრამ კვლევებმა აჩვენეს, რომ სხვათა შორის ხშირად ამბობენ, სოციალურ დაუცველ ფენებშია ძალადობა. ყველაზე ნაკლებად სწორედ სოციალურ დაუცველ ფენებშია ძალადობა. პარადოქსულად გვეჩვენება. იმიტომ რომ ეს სოციალური ფონი არ არის მამოძრავებელი ძალადობის იმ თავითვე. ხელის შემწყობია გარკვეულწილად, მაგრამ ეს საგამონაკლისო შემთხვევაში, რაც შეეხება განათლებას. საკმაოდ მაღალ განვითარებულ, განათლებულ ოჯახებში არის ძალადობა. მაშინაც, როდესაც კაცი არის რეალიზებული და ის მაინც ძალადობს. ასე რომ მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ ეს არის ფსიქიატრიული თუ ფსიქოლოგიური მომენტი, რომ კაცი არის იმ თავითვე ჩაგრული, ეს კიდევ აი მსხვერპლად გამოყავს კაცი, ხო? ეს არასწორია. ასე თუ მივხედავთ, ამბრალოს ვერ მივხედავთ. რეალიზებული კაცების არარეალიზებულობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ის ვერ პოულობს თანამედროვე. მაშინ შეკითხვა მაქვს, არარეალიზებული თუ ვარ, რატომ ძალადობ მაინცა და მაინც ცოლზე? რატომ არ ძალადობ ძმაზე? მამაზე, ანუ კაცზე რატომ არ ძალადობ? ასე რომ ეს არის ზოგადი არარეალიზებულობა ყველას პრობლემაა. ქალისაც, კაცისაც ზოგადი პრობლემაა, მაგრამ მათ რატომ გამოვხატავ ამ ძალადობას რატომ მივმართავ ქალის მიმართ? ანუ არარეალიზებულობა აღარ გამოდის მიზეზი. მიზეზი გამოდის გენდერული უთანასწორობა. ანუ პრობლემის არსი სად არის? სად უნდა ვეძებოთ, იმიტომ რომ სამართალდამცავს შეუძლია მოძალადე დასაჯოს და ჩვენ ვიცით რომ ეს არ აღდგვის პრობლემის არსს, ხო? ძალიან კარგი შეკითხვაა და ამას სამართალდამცავები ცვავენ. სხვათა შორის სამწუხაროდ ჩვენ მოვისმინეთ კიდეც ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირისგან ის, რომ ჩვენ რა გავაკეთოთ კაცო ოჯახის წევრები თუ ერთმანეთს ხოცავენ. ეს არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა, მინიმუმ ის ადამიანები, ვინც ამ თემაზე მუშაობენ, ვიცით გამოცდილება საუკეთესო ქვეყნების. ეხლა შედარება რომ გავაკეთოთ, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საუკუნეების მანძილზე შინაპატიმრობაში იყვნენ, შეიძლება ითქვას, ხო? მაშინ, როდესაც პირობითად შტატებში, როდესაც არც ერთი შენობა არ იყო ადაპტირებული. ეს გამოწვეული იყო იქითკენ, რომ ხალხი იყო დისკრიმინაციის მომხრე. ისინი ამართლებდნენ ამ მოპყრობას, მაშინ რა უნდა ექნა ამერიკულ ხალხს, რა უნდა ექნათ, რომ ეთქვათ, რომ მოდით ახლა ჩვენ ვასწავლოთ ხალხს კიდევ 2 საუკუნე და ისინი როცა გადაწყვეტენ, რომ ეს არის თურმე ადამიანის უფლების დარღვევა, მოდით მე გამოვიყვანოთ შინაპატიმრობიდან აი ეს ადამიანები. ეს არასწორი იქნება და დროში ძალიან განწირულია ეს ხალხი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს რომ არის ნაკარნახევი გენდერული უთანასწორობა საზოგადოების მხრიდან, ჩვენ პასუხისმგებლობა სრულად მხოლოდ საზოგადოებას არ უნდა ავკიდოთ და უფრო მეტიც არ უნდა დაველოდოთ ისინი, როდის გახდებიან თანამედროვე ადამიანები. როგორ შეიძლება ეს მე დახმარება მჭირდება გუშინ. სახელმწიფომ ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ გვაქვს თურმე 2014-16 წლების გენდერული თანასწორობის სახელმწიფო გეგმა, ხო? კი ბატონო. ამ გეგმაზე მუშაობის პროცესში რამდენად ჩართული იყო არასამთავრობოები, რამდენად ჩართული იყო სახალხო დამცველის აპარატი და ზოგადად რა არის მთავარი არსი ამ დოკუმენტის? ყველა სახელმწიფო გეგმა არის გასაგებენაზე რო ვთქვათ, სახელმწიფოს დანაპირები, რას გააკეთებს გენდერულ უთანასწორობაში და ასე შემდეგ. ის ნორმატიული შინაარსის დოკუმენტია და იურიდიული ძალა გააჩნია, ცხადია. მაგრამ საქართველოში ამას სერიოზულად არ აღიქვავენ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ამ გეგმებს. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? უამრავი გეგმა იწერება სხვადასხვა ჯგუფებთან დაკავშირებით, მაგრამ წლიდან წლამდე არაფერი სრულდება და მომავალი წელი პირობითად 2017 წელს დიდი ალბათობით დაიწერება იგივე გეგმა, რაც იყო 14-16 წლის ფარგლებში. ანუ გეგმა ფუძველზე რჩება. რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ რაღაც პოზა თავრობის, ეს აუცილებელია, მაგრამ ამას სერიოზულად არ უდგებიან. არც ერთ გეგმას არ ახლავს ბიუჯეტი. რატომ უნდა ვირწმუნო მე იმ ხელისუფალის, თავრობის, რომელიც მეუბნება, რომ გავაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, მაგრამ მას რესურსები არ აქვს.
ასე რომ არ აქვს იმ მომენტში არ აქვს თორე ის კი არა რომ თქვა ჩვენი ბიუჯეტი ვერაფერს ვერ გაწდება ეს კიდევ ცალკე რიტორიკაა რომელსაც სერიოზული ეჭვებს ბანებს არ უყურებენ სერიოზულად ამ საკითხს უფრო მეტიც თქვენ გეგმა ახსენეთ 14-16 წლის და ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი ამ გეგმის არის უწყებათა შორისი საბჭო რომლის შემადგენლობასაც პრეზიდენტი ამტკიცებდა და 2013-14 წლის დასაწყისიდან ეს საბჭო უბრალოდ აღარ არსებობდა. ანუ, ნახეთ როგორი პარადოქსია. სახელმწიფო ერთის მხრივ გვპირდება, რომ აი მე თქვენ გაძლევთ გეგმას, გენდერულ თანასწორობას, აი და ოჯახში ძალადობას, აი ასე მივხედავ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, რომელსაც უნდა მოვთხოვოთ, გაკეთდა რაღაც თუ არ გაკეთდა, უქმდება, აღარ არსებობს. ასე რომ ცოტა ისეთია ძალიან ბევრი პრობლემა ამ საკითხში შემოგვიერთდება ეკატოგონიძე, გაუს პიარ მენეჯერი და ჟურნალისტი, რომელიც ერთგვარ განათლებით ცდილობს რომ მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია თუ როგორ უნდა იზამოებია ქართულ უნივერსიტეტში ამ კუთხით. გამარჯობა ეკატერინა. მადლობა. მოდი ანასთან გინდა ჩვენთან თუ გინდა ანასთან ჯობია. ანასთან. როგორ ხარ? მადლობა, როგორ ძანდებით? დიდი მადლობა. რაღაცა საინტერესო აქციებით იწყებს და გვთავაზობს უბრალოდ ქართულ ამერიკულ კურსით. ლექციების კურსით, ახლა გისმენდით თქვენს თემებზე, ჩვენც რა თქმა უნდა, და ალბათ ნებისმიერი მოქალაქე აი ამ წუთას მოცულია ამ პრობლემებით. ის ადამიანები, ვისაც პირადად შეეხო ეს ტრაგედია და ვისაც არ შეეხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანზე გავრცელდა და მე გახლავართ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის გაუს პიარ მენეჯერი და ასევე ლექტორი. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სტუდენტებთან მაქვს შეხება არა მხოლოდ როგორც პიარ მენეჯერს, არამედ ლექტორს და ასეთ დროს ყოველთვის ვაკვირდები როგორი რეაქცია აქვთ მათ, როგორ რამდენად მგრძნობიარები არიან ამ საკითხების მიმართ და ძალიან გამიხარდა, როცა სწორედ მათი მხრიდან წამოვიდა გარკვეული ინიციატივები, რომ მოდით გამოვიჩინოთ აქტივობები, მოდით რაღაცა იდეებით მოგვმართეს ჩვენ ადმინისტრაციას. ერთ-ერთი თქვათ რაც მნიშვნელოვანია და საუბრობდით განათლებაზე და მე მგონი აი ამ პრობლემების გადაჭრის ძალიან გრძელვადიან გზად ისევ და ისევ განათლება მოიაზრება და ამაზე ალბათ არ ვდაობთ. განათლების საკითხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის უმაღლესი განათლება, მაგრამ ცალკე ეს არის თქვათ ის საშუალებები, რაც ჩვენს ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს და აი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ეფექტური, თუმცა არასაკმარისი გზა არის, იგივე ის საჯარო ლექციების შეხვედრები, იგივე თქვენი გადაცემები, აი ამ ტიპის თემების განხილვა და ამიტომ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ დაიწყოს საჯარო ლექციების ციკლი და ახლა რა თქმა უნდა, ჩვენი ლექცია დაეთმობა ძალადობას თემას, ძალადობას ქალების მიმართ და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სტუმრები ყოფილიყვნენ ქალი და მამაკაცი, რადგან ეს ბოლო დროს საერთოდ რაღაც გენდერულ ომს ემსგავსება, მე მგონი უკვე და გვინდოდა რომ ორი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი და სხვა სქესის წარმომადგენელს ემსჯელა ამ თემაზე ერთად ერთი ლექციის ხო? ეს ლექცია რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ღია და ნებისმიერ მსურველს თქვენ, რა ვიცი, ჩვენს ტელემაყურებელს შეუძლია მობრძანდეს და ესწროს გამოხატოს საკუთარი პოზიცია, დასვას კითხვები და ჩაერთოს დისკუსიაში. არ ფიქრობთ რომ აი ამ ლექციაზე სწორედ ის ადამიანი რომელიც ეწინააღმდეგება ძალადობას და ის არასოდეს არ გახდება თუნდაც მოძალადე. არასოდეს არ გახდება მოძალადე, ალბათ ამის გარანტია საკუთარ თავზეც ძალიან რთულია, რომ არ ვიცი, შეიძლება ახლა ღრმა ფილოსოფიაში გადავიჭრათ, მაგრამ საერთოდ ახლა ნებისმიერ ადამიანში ალბათ არის რაღაც აფექტის მდგომარეობა ან რაღაცა კონკრეტული გარემოება, როცა ჩვენც არ ვიცით, როგორ მოვიქცევით. ამიტომ იქ მოსული ადამიანი ნიშნავს კი, რომ ამ თემაზე გული შესტკივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგან გული შესტკივა, უკვე ყველაფერი, ასე ვთქვათ, დალაგებულია მისთვის და აღარ აქვს კითხვები, ხო? ისინიც კი ვინც ამ სფეროში მუშაობენ, მათაც არ აქვთ ეს მზა რეცეპტი, როგორ შეიძლება ეს მოვაგვაროთ. აი ლექციაზე ვიტყვი, რომ ამჯერად სტუმრად გვყავს ლაშა ბუღაძე მწერალი და გენდერის საკითხების ექსპერტი ეკატერინე აღდგომელაშვილი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება, ასე რომ თუ სრულიად რო გექნებათ, გვეწვიეთ გაუში. საჯარო ლექციებს და ფართო მასებს აჩვენებთ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია როლს შეასრულებს ამ შემთხვევაში. ძალიან კარგი იქნება თუ გადაეცემა ეს, იმიტომ რომ გაიგონ იმ ადამიანს
ადამიანებს რეალურად ვინც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთ-ერთი ესეთი სლოგანიც კი გქონდა გაუ, რადგან არის ჩვენი სახელი ამ აბრევიატურაზე დაწყებულ სიტყვებს ესე ვათამაშებდით და გაუგე განსხვავებულად მოაზროვნეს, ესეც იყო ერთ-ერთი მოწოდება, სწორედ ლექციის ფარგლებში ჩვენ ვიღებთ ლექციას და ჩვენი YouTube-ის არხით იქნება ატვირთული, ასე რომ გაგიზიარებთ, უბრალოდ დავაზუსტებ, რომ ვისაც მოსვლის საშუალება აქვს, ეს იქნება 4 შაბათს 4 საათზე. გაუს შენობაში, ხო? გაუს შენობა, რომელიც მდებარეობს ალექსიძის 8 ნომერში. ჩვენი სტუმრები დარჩებიან ჩვენთან ერთად, მე რამდენადაც ვიცი, კიდევ ერთი ბლოკი გვაქვს წინ. ეხლა რეკლამას გამოვაცხადებ და რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ იგივე თემაზე საუბრით, უბრალოდ ახალი. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. ნუკა მე მგონი თქვა რომ გაიცემს ამ ნაწილში უკვე ფსიქოთერაპევტი შემოგვიერთდება და ამ პრობლემის გარკვეულწოდ ფსიქოლოგიურ კუთხესაც განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, თუმცა მანამდე ეკატერინესთან მექნება შეკითხვა, მე ვიცი რომ გაუს აქვს ასევე იურიდიული კლინიკა. 2008 წლიდან არსებობს, საინტერესოდ არსებობს და ძალიან საინტერესო აქციებსაც ემსახურება, ასე ვთქვათ. გითხარი რა არის მთავარი არსი აი ამ კლინიკის? ესე იგი ეს არის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, ანუ ფაკულტეტის საფუძველზე შექმნილი კლინიკა, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე უკვე რამდენიმე ასეულ ადამიანს გაეწია უფასო იურიდიული კონსულტაცია და სწორედ აი სტუდენტების ერთ-ერთი ინიციატივა იყო ის, რომ ამ ეტაპზე იურიდიული კლინიკა ჩვენი აი ძალიან ძლიერი და საინტერესო რესურსი ავამოქმედოთ სწორედ ამ მიმართულებით, რომ მოვემსახურეთ და ორიენტირებულები ვიყოთ ძირითადად მსხვერპლ ქალებზე. და ბოლო სტატისტიკა რომ ნახოთ, ვთქვათ, აი იმ საქმეებით და იმ кейსებით, რითიც ჩვენ ადამიანებმა მოგმართეს, სწორედ ასეთი ქალები არიან. აქტიურობა შეინიშნება ამ მხრივ. იცით, არის აქტიურობა კი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს, უფრო ფართო მასისთვის გახდეს ეს ცნობილი. საერთოდ უნივერსიტეტები ვალდებულნიც კი გახდნენ, რომ ეს იურიდიული კლინიკა დაარსონ, რადგან ეს არის დისციპლინის ნაწილი და ამ დროს მაღალკურსელი სტუდენტი პროფესორთან და მოქმედ იურისტთან ერთად ეუფლება თავის, ვთქვათ, სპეციალობას სრულყოფილად და იღებს რეალურ კლიენტთან აქვს საქმე. ხო, ამერიკაში მოიფიქრეს ეს მოდელი. სტუდენტები არიან პროფესიონალი ადვოკატები. პროფესიონალი ეს არის პროფესორ მასწავლებელი, ეს არის მოქმედი ადვოკატი, ვთქვათ, UNICEF-ის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე აი თქვენთანაც ხო იყო ერთი პერიოდი თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატიდან. და ანუ სრულიად ესე იგი სრულყოფილად განიხილება ეს кейსები და ადამიანი იღებს უფასოდ იურიდიულ მომსახურებას, კონსულტაციას და ასე შემდეგ. ეს არის შემოგვიერთდება. ნათია კუჭუხიძე შემოგვიერთდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო დროს უფრო ხშირად მოგმართავე? უფრო ხშირად მოგმართავე. ანუ უფრო გახშირებული არის. რა თქმა უნდა, უფრო გახშირებულია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აი ახლა მთელი ეს რესურსი მოხმარდეს კონკრეტულად მსხვერპლ ქალებს. გამარჯობა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მე მგონი თანხმდებით იმაზე, რომ ძალადობა, ოჯახური ძალადობა არ მოიცავს მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხო? ძალიან ბევრი ფორმებია ოჯახურ ძალადობაში, იქნება ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა თუ ასე შემდეგ. შეგვიძლია განსვაზროთ, რა ფორმები არსებობს ოჯახურ ძალადობაში? და ქალის მიმართ ძალადობის ფორმები ზოგადად განისაზღვრება იმის მიხედვით თუ ვინ ძალადობს და იმის მიხედვით თუ რა სახის ძალადობაა, ხო? ანუ იმის მიხედვით თუ ვინ ძალადობს შეიძლება ძალადობა განიხილებოდეს ადამიანის თქვა ძალადობა საკუთარ თავზე თვითდაზიანება, როგორც მაგალითად სუიციდის მცდელობა ძალადობაა, ხო? თუმცა საუბრობთ ალბათ უფრო კონკრეტულად ქალის მიმართ ძალადობაზე. ასევე პიროვნებათა შორის ძალადობა და ჯგუფის ძალადობა პიროვნებაზე, მაგრამ ფორმებს რაც შეეხება ფუნქციურ თვალსაზრისით, ეს არის სექსუალური ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა და უგულებელყოფა. რაც ასევე არის ნებისმიერი სახის ძალადობაში, ან როგორც ქალზე ძალადობაში, ეკონომიკური და ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის და კიდევ არის ინსტიტუციური ძალადობაც, ანუ ცალკე ეს გააჩნია რომ კლასიფიკაციას ვიხმართ. ნათია, იცი რა მაინტერესებს, აი ძირითადად მედიის როლი მაინტერესებს ამ შემთხვევაში, აი ეს ისტერიული გაშუქება სოციალურ ქსელებში, რაღაცა ჯაჭვური ისტერია, რაც ამ ყველაფერს მოყვება ხოლმე, ეს რა შედეგს გვაძლევს, წაახალისებს ამ ყველაფერს, პირიქით გვაფრთხილებს, მინიშნებას გვაძლევს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აი რა შედეგი მოყვება აი ამ ისტერიულ გაშუქებას სოციალური და ზოგადად მედიის საშუალებით. მედიის, ანუ ეკოლოგიის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ესეთ მწვავედ და მატრამირებელ, თქვათ, ნიუსებს ვაშუქებთ, ხო? არის ესეთი
ეფექტი, კოპიკეთის ეფექტი, როდესაც ეს იგი აღწერილი არის ამერიკაში, როდესაც მოხდა გაშუქება ესეთი ძალიან ცნობილი, რა ქვია, ფაქტის მკვლელობების და შემდეგ მოხდა მისი გამეორება. ანუ ადამიანები როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში რჩევა გვაინტერესებს ჩვენ როგორც მედიის ერთ-ერთ საშუალო ხდება ესეთი რამე რომ არ უნდა იყოს ისტერიული გაშუქება რასაც თქვენ მეუბნებით ანუ არ უნდა იყოს პირველად ნიუსებში უნდა იყოს გაშუქება რა თქმა უნდა მაგრამ უნდა მოვიქცეთ ფრთხილად რომ ადამიანებს რეტრაუმატიზაცია არ გამოვიწვიოთ იმიტომ რომ ნებისმიერი ესეთი ფაქტი არის ძალიან მატრამირებელი ადამიანებისთვის შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ გადატანილი თქვა ფსიქოლოგიური ტრავმა და როდესაც ისინი ამას ხედავენ თავს გრძნობდნენ ძალიან მიუსაფრად თქვა მსხვერპლის როლში ხო უკაცრავად აი თქვა საინფორმაციაში თანმიმდევრობა ახალი ამბების ეწყობა მნიშვნელობის მიხედვით და თუ თან ხვდებით რომ ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია ამ ამბის თქვა მე-13 მე-4-თ ჩამოწევა მე მგონი არალოგიკური და თანაირამდე დიდსავს ადამიანს რომ პირველი არ მოვისმინა და მე-13 მოვისმინა ნაკლებად იმოქმედა ამ ამბავმა ესაკითხი მე სულ მაწუხებს კომენტარი შეიძლება მე პატივისცემას გამოვხატავ ცხადია ყველა პროფესიის მიმართ განსაკუთრებით ფსიქოლოგების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ამ პრობლემაში მაგრამ აქ ისიც თქვა მინდა იცით ჩვენ მე არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს რომ თქვა 2 წლის პრობლემაა ოჯახში ძალადობა ან მე გეტყვით მარტივ რაღაცას დღეს რომ ვიცით რამდენ ქალზე ძალადობენ ოჯახში დამსახურებაა სისხლის სამართლის კოდექსში მე-11 პრიმა მუხლის მარტივად სტატისტიკას მანამდე ვერ ითვლიდნენ გაჩნდა ეს მუხლი სტატისტიკისთვის და ეხლა ესეთი მკვლელობები რომ მოხდება ან სხვა ტიპის ძალადობა იქ ბევრ მუხლზიან მე-11-სთან ერთად დააჯგუფებს პროკურატურა და წლის ბოლოს სტატისტიკა გამოყავს. ამით რისი თქვა მინდა იცით 2012-ში, 9-ში, 8-ში ქალებს კლავდნენ, ყოველთვის კლავდნენ, ყოველთვის ძალადობდნენ. უფრო მეტიც კი არის არსებობს წყაროები, რომლითაც ეჭვი არის რომ პირობითად 2008 წელს უფრო მეტი მკვლელობაა მომხდარი. ანუ ამით რისი თქმა მინდა არც მედია თამაშობს აქ გადამწყვეტ როლს ზრდაზე არ ზრდაზე არამედ მედია თამაშობს ძალიან კარგ როლს იდენტიფიცირებისკენ ბიძგის მიცემაში ქალი რომელიც და უნდა ითქვას რომ მიმდინარე წელს და გასულ წელს გაცილებით უფრო მეტი ქალი მიმართავს იგივე 303-ზე ცხელხაზზე რეკავენ უფრო მეტი სტატისტიკური დაარღვიეს დუმილი რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არის საკმაოდ როგორ გითხრათ უსუსურ მდგომარეობაში მას არ ეხმარება სახელმწიფო პოლიცია მას არ ეხმარება იმიტომ რომ ყველა თითოეულ кейსზე რამდენიმეჯერაა ნამყოფი პოლიცია ოჯახში და წავიდა და დატოვა განსაცდელში არ ეხმარება კეტები არა აქვს რა არის შემთხვევაში რომ არ ეხმარება პოლიცია დღეში რამოდენიმეჯერ მოდის და ბერკეტები არსებობს და ყველამ ძალიან კარგად იცის ბერკეტია ორდერის გამოწერა ბერკეტია სისხლის სამართლის კანონის 126-ე პრიმა მუხლის ფარგლებზე დაწყება გამოძიების მაგრამ პრობლემა ის არის ხშირად ის დაჩაგრული მეუღლეებით სოლები აფარებენ მოძალადე ქმებს ხელს ძალიან კარგი ნაწილი ახსენეთ აი აქაც არის უკვე პროფესიონალების განათლების პრობლემა. აღიარა მსოფლიომ, რომ მსხვერპლი და ქალბატონი დამეთანხმება. მსხვერპლი არ არის რაციონალურ მდგომარეობაში ყოფილი ადამიანი იმ დროს. ასე რომ, მარტივად რო ვთქვათ, პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ მსხვერპლის პოზიციაზე არ უნდა ააწყოს кейსი. ხო, რა თქმა უნდა. უნდა იცოდეს იმ თავითვე, რომ მსხვერპლი ხვალ პირობითად, ხო, საბრალდებო დასკვნის წარდგენის შემთხვევაშიც კი უარყოფს სასამართლო დარბაზში, იტყვის, რომ მოვიტყუე. ეს უნდა იცოდე, იმიტომ რომ ეშინია შემდგომი ამ ძალადობის განხილვა. რა თქმა უნდა, ეშინია წლებია ეს გრძელდება. აქ მოდის კიდე სტოკჰოლმის სინდრომი, გიყვარდება ეშინი მოძალადე არარაციონალურად, ირაციონალურად, არარაციონალურად, რა თქმა უნდა. და აი რაც შეეხება გაშუქებაზე კიდე მინდოდა მეთქვა. ანუ ეს არ არის ჩემი პოზიცია, მაგრამ ეს არის კვლევები დადასტურებული და შესაბამისად ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? მესმის რომ მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გაშუქება, რაც მოხდა, მაგრამ თავარია როგორ ვაშუქებთ. ძალიან ისეთი ემოციური შეფერილობა აქვს ამას, ხო? და როგორც აღნიშნეთ, რაღაც ისტერიული ფერი აქვს. შესაბამისად დაზიანებული უფრო შეიძლება უფრო მეტი ქალი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, უკუ ეფექტი იწვევს. აი ესე შევხედოთ. ეწყობა ток-შოუები, ეწყობა რაღაც ნიუს გაშუქებების და იწვევენ ადამიანებს და ჩვენ დავდივართ.
ეხლა მე ჩემი აზრით მედია იმას აკეთებს, რაც ამ წუთას მას შეუძლია, თუმცა ხარვეზები არსებობს, ხადია, მაგრამ ეხლა გვაქვს ტრანზიტული პერიოდი და ყველაფერს მედიას ვერ მოთხოვთ, მაგრამ აი მე საინტერესო მომენტზე გავჩვენე. ხონდა მოვიდეს სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, რომელიც კაბინეტიდან აკრიტიკებს მედიას საშუალებას, დაჯდეს იქ და გაანეიტრალოს ის სიუჟეტი, სადაც ფიქრობს, რომ თურმე მედია ისე აშუქებს, რომ ხვალ გაგრძელდება მკვლელობები ამის გამო. დაჯდეს და ის მომენტი, რომ პირობითად პირველი და მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ჩანს სახელმწიფო ისეთ უსუსურად, რომ ხვალ შეიძლება სასწაულები მოხდეს. მობრძანდნენ, დაბრძანდნენ და აღწერონ საზოგადოებას მისცენ ინფორმაცია, მათი მოვალეობაა, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს ნდობა. მსხვერპლებთან პირველ რიგში ამას არ აკეთებენ. იცით რატომ? მარტივია ძალიან. არ აქვს სათქმელი. იციან, რომ უამრავი პოლიციელი მიდის ოჯახში და არის მდგომარეობასაც შეუძლია ეფექტური იყოს და მარტო იმის გამო, რომ მის ღირებულებებში ჯდება ცოლთა მიმართ ძალადობა და ქალების მიმართ ძალადობა ბევრი მიზეზის გამო. ის იხურავს ქუდს და გარეთ გამოდის. მე ამას ჩემი დაკვირვებით კი არა, კვლევებიდან გიყვებით და მე საბედნიეროდ უშუალოდ მქონდა შეხება პოლიციელებთან, პროკურორებთან, მსხვერპლებთან, მოსამართლეებთან. პოლიციას და სახელმწიფოს რო თავი დავანებოთ და მედიის როლს ამ ყველაფერში. ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა რა შეიძლება გავაკეთოთ ამ უსუსური ქალების დასაცავად? პირველ რიგში ანა უკაცრავად. პირველ რიგში ძალიან ხშირად მესმოდა ეს რომ მოძალადე. უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ ჩვენს ფსიქიკაში თითოეულ ჩვენთაგანშიც ზის მოძალადე. ეს ანუ გარკვეული პირობები შეიძლება შეიქმნას სოციალურად, ანუ ჩვენ მარტო ბიოლოგიური არსებები არ ვართ, ხო, ბიოლოგიაც არის, ანუ ფსიქოლოგიური მოდელები რაში ვიხდებით და სოციუმი როგორ მოქმედებს ჩვენზე და რა გამკლავების მექანიზმები გვაქვს, რა შინაგანი მეტეკობა გვაქვს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენ როგორ ვიქცევით. და თუ ჩვენ ეს უკვე ვიცით, ეს გვიცავს იმისგან, რომ ჩვენ თავი შევიკავთ, ანუ არ ვიყოთ მართოთ ჩვენი აგრესია, მართოთ ჩვენი ბრაზი. იგივე გავიხსენოთ ზიმბარდოს ექსპერიმენტი, ხო? სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ფსიქიკურად ჯანმრთელები იყვნენ, მათგან გააკეთა მოდელირება ციხის, ხო? და რა მოხდა სრულად ორ კვირაში, რომ გადაიქცნენ ეს ადამიანები მოძალადეებად. და აი ეს უნდა გვახსოვდეს, მე მახსოვს, როდესაც ესეთი ფრაზა ვთქვი ერთ-ერთ შეხვედრაზე, ძალიან ისეთ მაღალი დონის ერთმა ადამიანმა ესე გამიპროტესტა, რომ მე არა ჩემში არ ზის მოძალადე. უფრო მეტიც ქალთმოძულეობა ზის ყველაში, ისე ქალებშიც და კაცებშიც, რომ ჩვენ მეც კი ვიაზრებთ, ჩვენშიც, ჩემშიც, თქვენშიც. ანუ თანხდებით იმაზე, რომ ინფორმირებულობა და განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტულად აი ამ პრევენციაზე მოდი განვაგრძოთ მაშინ საუბარი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად გისაუბრია შენ ინტერვიუებში, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები არ არის ეფექტური. მოდი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და პრევენციასაც რო შევეხოთ? აი რაღაც რეკომენდაციები შეგვიძლია რომ დავუშვათ სკოლის ასაკიდან რაღაც დონეზე უნდა მიეწოდებოდეს მოზარდს ინფორმაცია, იმიტომ რომ ძირითადად ჩემი დაკვირვებით რაღაცა პოსტფაქტუმ ხდება ხოლმე გააქტიურება რაღაცა ჯგუფების გამოსვლა აქციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რომ არ გახდეს საჭირო თავიდანვე როგორ შეიძლება რომ რაღაცა კი, ძალიან სწორი აქცენტია, არა თუ სკოლის, არამედ სკოლამდელი დაწესებულებიდან, ბაღებიდან. არსებობს ადაპტირებული სახელმძღვანელოები, ადაპტირებული მეთოდები, როგორ ასწავლიან ბავშვებს გენდერულ თანასწორობას, ბიჭებს და გოგონებს. დღეს ისეთი ფაქტებია, უბრალოდ ჩვენ დრო არ გვაქვს, რომ მოვყვე, შეიძლება მოკლედ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ბაღებში. აი მაგალითისთვის, პირად მაგალითს გიყვებით, ჩემი ნათესავი პატარა ბიჭუნა მეუბნება, მე შენზე უკეთესი ვარ. მამა დედაზე უკეთესია. ბაბუ ბებიაზე უკეთესია. დავიჭირე კანონზომიერება. ეხლა მამაკაცი რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ კაცები. ვინ გითხრა შვილო, ვინ გასწავლა ეს? ბაღში გვაქვს ერთი სათამაშო და როცა გოგონებს და ბიჭებს გვინდა, მასწავლებელი გვეუბნება, ბიჭები უკეთესები არიან, ჯერ ბიჭები ითამაშებენ, ისინი როცა დაიღლებიან, მერე ითამაშებენ გოგონები. ხალხო ამას ასწავლიან 3-4 წლის ბავშვებს. ძალიან რთულია ეს აზროვნება შეგვიძლია. ძალიან რთულია. მაგას ანუ არ ბიჭებზეც იყოს ესეთი. აი თქვენ რა ბიჭების მიმართ ბიჭები არ მკირიან, აი ესეც ხშირად გაგვიგია. არა, ბიჭებსაც ხანდახან ტვირთად უქცევენ. ძალიან დიდი ნარგია მაგალითად აი
ოჯახის მარჩენალი კაცი უნდა იყოს მხოლოდ. ამაზე ვფიქრობ, რომ კაცებს უნდა კონდეთ პროტესტი, იმიტომ რომ ესეთი უკაცრავად მუქთახორული ცხოვრება არის სამარცხვინო ქალებისთვის. როდესაც ის თვლის, რომ მამაკაცმა უნდა არჩინოს. არც ერთი ქალი არ საჭიროებს სხვის მფარველობას, არც რჩენას და არაფერს, მაგრამ ესეც სტერეოტიპია, მაგრამ ზარალდებიან მამაკაცები ამ დროს. ასე რომ გენდერული თანასწორობა ხშირად აღქმულია ქალთა დაცვასთან. არც ესია გენდერული თანასწორობა არის თემა, რომელშიც ინტერესი აქვს ორივე სქესს. თქვენ პრევენცია როცა ახსენეთ, არსებობს უნიკალური დოკუმენტი საერთაშორისო დონეზე პირველი იურიდიული ძალის მქონე კონვენცია, სტამბოლის კონვენცია, ხშირად გაიგონებდით. ეხლა ხანს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა და საზოგადოება საერთაშორისო შეთანხმდა იმაზე, რომ პრევენცია არის ყველაზე ეფექტური რამ. არა სწავლება როგორც კეთილი ნება, რომელიმე დაწესებულებების, არამედ უკვე როგორც ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ჩვენ რატიფიცირებას გავუკეთებთ ამ კონვენციას და გვპირდებიან, რომ 3-4 კვირაში, ესეც დავიმახსოვროთ, კარგია, მე შევამოწმოთ. ყველა სკოლა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე ეს იქნება ბაღი, სკოლა, პროფესიული უმაღლესი, სავალდებულო გახდება, გაჩნდეს ისეთი დისციპლინები, ისეთი საგნები, როგორიც არის, როგორ მართო აგრესია, თქვენ როგორ თქვით, როგორ გაუმკლავდე კონფლიქტს, როგორ ვცე პატივი განსხვავებულ აზრს, მიუხედავად იმისა, რომ მე ის არ მომწონს, როგორ გახდე ტოლერანტი, სოლიდარული და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ქალის და მამაკაცის თანასწორობა და ოჯახის ძალადობა? ეს, როგორც თქვენ თქვით, სამომავლოდ ძალიან კარგ შედეგს მოგცემს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის დღეს, რომ ქალს ოჯახში დავამატებ. ეს თქვათ, რაც შეეხება განათლებას, ხო, მაგრამ თუ არ მოხდა ფსიქოსოციალური სერვისების ესე იგი ამუშავება და დანერგვა ამ ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს დაცულობას, როგორც და რეაბილიტაციას, სოციალურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, როგორც ძალადობის მსხვერპლების, ასევე მოძალადეების და ასევე სუიციდის იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა და აი სხვანაირი აი ესეთი სოციალური სერვისი თუ არ გააქტიურდა მაშინ ანუ რა ვუქნათ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს პრობლემა, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობრივ ციკლში და რომელიც თვითონ ვერ გამოდიან. თვითონ საზოგადოების მონაწილეობა და მიმართვის კოეფიციენტი ასეთ სერვისებში უნდა იყოს, რაც თავარი მნიშვნელოვანი წეღანაზეც გავწყვეტეთ, არის ხშირ შემთხვევაში თვითონ დაზარალებული მალავს, ხელსაფარებს, ვერ აღიარებს, მოზალადის შიშით სიყვარული, თუნდაც ეკონომიკური მიზეზების გამო არ დაგჭირს ფშია. ამას აქვს თავისი ნეირობიოლოგიური მექანიზმი, უნდობლობა ადამიანების უნდობლობა აქ ადამიანების მიმართ და შესაბამისად ის სერვისი, სადაც მისი კონფიდენციალობა დაცულია, სადაც შეუძლია მივიდეს თავისი პრობლემები თქვას ისე რომ არსად არავინ ამას არ ჩაიწერს და შემდეგ პასუხს არ აგებინებენ ამის გამო. ანუ ეს მიცემს მას საშუალებას, რომ აი ჩაკეტილი ციკლიდან გამოვიდეს. ისეთ რა ზოგადად მე მგონი ძალადობა როგორც ურთიერთობის ფორმა ჩვენ საზოგადოებაში იმდენად არის მიღებული, რომ ნორმალიზებული არის ეს. დიახ, აი ერთხელ აი თქვა სტუდენტებთან არა ამ უნივერსიტეტში, ქართულ ამერიკულში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში მქონდა უბრალოდ მედიის ლექცია და თემად რაღაცა ცხოვრებისეული მასალა, ტრადიციები. და ვიკითხე, რომელი ქართული ტრადიციები მოსწონთ და რომელი მიაჩნიათ, რომ უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტობისთვის. პირველი პასუხი მივიღე, სისხლის აღება, პასუხი გამცა გოგონამ და გოგონამ გამცა და ამატა, რომ ის თაში გაიზარდა და ასე გრძნობს თავს დაცულად. გოგონას ასაკი დაახლოებით. გოგონას ასაკი არის 18-19, ანუ წარმოიდგინეთ თბილისში ჩამოსული, ვინას ანიქირავებს, ან თქვა ყავში ყურებული აქვს ინტერნეტი, ანუ არის ადამიანი, თანამედროვე ადამიანი და იმ ჯგუფში კიდე არაერთმა სტუდენტმა აიწია ხელი ამ იდეის მხარდასაჭერად. ანუ აქ ვხვდებით, რომ საიდან უნდა დაიწყო ლაპარაკი, საერთოდ აი როგორ უნდა ახსნა თან სისხლის აღება საუბარია წესჩვეულობ სამართალზე, სადაც ისჯება არა ის, ვინც დანაშაულს არამედ ნებისმიერ ვისაც მიწვდები. ერთი სიტყვით ეს პრობლემები არ ვიცი, ალბათ ისევ განათლებასთან მივდივართ, ისევ ამ ცნობიერების ამაღლებასთან, ინფორმირებასთან. დასასრულისკენ კიდევ ერთ რაღაცას ვიკითხავ, თუ შეიძლება, რამდენად რა ნაწილში არის ქალი აი ამ ყველაფერში დამნაშავე, თუნდაც ის რომ იყო რაღაცა პერიოდი და ჩვენ რეკლამის დროს ვსაუბრობდით, რომ თურმე ეხლაც ხდება მსგავსი რაღაცები, რომ ქალებს მოსწონთ ძლიერი მამაკაცშიც, ოღონდ ბრჭყალებში, რა
თქმა უნდა, სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ ოჯახში ქალს და აბსოლუტურად ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს. რა არის ეს თავისი ადგილი ჯერ კიდევ გაურკვეველია ჩემთვის, მაგრამ აი რაღაცნაირი ეგრეთ წოდებული ბაბულიკები, როდესაც მოწონთ ხალებს. არის აი ამ ნაწილში ხალი დამუშავე, წახალისება ბოლო პერიოდში ხშირად აპელირებენ სწორედ მაგაზე, რომ აი თქვათ პირობითად დედამ გაზარდა ასეთი მოძალადე შვილი. გოგონებს მოსწონთ ასეთი მამაკაცები. მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ. როგორი მამაკაცი მოსწონს ქალს, ეს ჩვენი განსაჯელი არ არის, მანამ სანამ ზალადობა არ მოხდება მათ შორის. ეს უკვე პირადი ცხოვრების თემაა. ეხლა გემოვნების საკითხია, ვიღაცას ბაბულიკა მოსწონს, ვიღაცას განათლებული ადამიანი, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული. ორივე ტიპის ადამიანს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ და მათი პირადი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ პროტესტი გვიჩნდება მაშინ, როდესაც პირობითად ასეთი ადამიანები, ვისაც ბაბულიკები მოსწონს, ქალი იქნება თუ კაცი, ხო? იწყებენ გამართლებას ძალადობის. ანუ, როდესაც უკვე ეს ბაბულიკური ურთიერთობები გადადის ძალადობრივ მეთოდებში, როდესაც ეს კანონით აკრძალულ ქმედებებს ემსგავსება, მაშინ უკვე ეს ჩემი თავისუფალი არჩევანი, ჩემი განსხვავებული შეხედულება აზრს კარგავს და უკვე ჩვენ გვაქვს უფლება ჩავერიოთ ამ ადამიანის პირობითად გამოხატვის თავისუფლებაში, სიტყვის თავისუფლებაში. თუ ხედავთ, რომ ძალადობისკენ არის მოწოდებები, თუ ხედავთ, რომ დისკრიმინაციის ასე ვთქვათ, გამართლება, მაგრამ თლიანობაში რო შევხედოთ, აი გულწრფელად რო ვთქვათ და შევხედოთ, დღის წესრიგს ვინ კარნახობს საზოგადოებას? მამაკაცი. პოლიტიკის დონეზეც, ოჯახის დონეზეც, საზოგადოების დონეზეც. და ის გოგონა, რომელიც გაიზარდა ნეტავის ვის მსგავს კაცს ეძებს პარტნიორად. ან ის დედა, რომელიც შვილს ზრდის, როცა თვითონ იზრდებოდა თავის ოჯახში, როგორ ღირებულებებს აწვდინენ, ასე რომ ქალი შეიძლება ითქვას, შეიძლება იყოს გადამტანი ამ პრობლემის, მაგრამ არა მაწარმოებელი. ძალადობრივ ინტერაქციებში, როდესაც ებმევა ადამიანი, ანუ მას ერევა კოგნიტური აღრევა ქვია ამას, ესე იგი არასწორ სახელდებას არქმევს მოვლენებს, ანუ შეიძლება ის ადამიანი, რომელიც ძალადობს მას, ის ადამიანი ძალიან უყვარდეს, ანუ იყოს მისი ოჯახის წევრი. შესაბამისად სიყვარულს არქმევს ძალადობას და შემდეგ უკვე ახსნებულია რაღაცა. მე რამდენად აჩვენა ამ თემამ, რომ არც ერთი ბლოკი ყოფა და არც მეორე ბლოკი. ხორცეთი ამ ბლოკს რომ არ ერთხელ ვისაუბრეთ ამ სეზონშიც ამ პრობლემებს. ჩვენი კონსორტი არ დაგახდეს და არც საზოგადოების შეიძლება რომ ეს თემა გასამეორებელი გვექნება. იუსტიციის მინისტრი შეგვირდა რომ 3 კვირაში მოხდება რატიფიცირება ამ კონვენციის, რომელიც უმნიშვნელო სხვათა შორის ეწყინა რომ არ ვუთხარით რომ კარგი გააკეთა ხელი რომ მოაწერა. აი ახლა ვეუბნები რომ ძალიან კარგი ბრძანდებით რომ ხელი მოაწერეთ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ რატიფიცირებას მალე გააკეთებთ. დიდი მადლობა.